გამარჯობათ მეგობრებო. მინდა ერთ საკითხზე გესაუბროთ. ერთმა ახალგაზრდამ მომწერა, რომ აი თქვენ რა სიტყვით აი ამ ლექსიის შესახებო. მას მოусმენია ეს ლექსია. და ასეთ რამეს მწერს, რომ აიო მოვისმინეო ლექციაო. და ის ავტორი ამ ლექციისო ამბობს იმას, რომ აი ეპოქის ყველაზე დიდი სიცრუე ეს ქრისტიანობა არისო. მე მინდა გითხრათ, რომ ეგ ლექციები მე რამოდენიმე წლის წინ მაქვს მოსმენილი და ერთი და ორი არ არის. იქ მკვლევარები იკვლევენ ყველაფერს ქრისტიანობის შესახებ. და ბევრი ისეთი მაგალითი მოყავთ, რომ მართლა სარწმუნოა, რომ ბევრი რამე არის გადმოკეთებული. ამაში ახლა მე ნამდვილად ეჭვი არ მეპარება, მაგრამ აი ეგ ავტორები ერთ რამეში ცდებიან. და ეს სულ უმარტივესი შეცდომაა და რა. ისინი მუდამ, როდესაც აი ამ ანალიზებს აკეთებენ, უპირისპირდებიან რელიგიას, რაც არასწორია. რელიგია არის ცოდნა. მაგრამ ისინი, როდესაც უპირისპირდებიან რაღაც საკითხებს, რელიგიურ საკითხებს, ყოველთვის ჩანს, რომ ისინი უპირისპირდებიან კიდევ მეორედ რელიგიას. აიაც ცდებიან ისინი. იმიტომ რომ ეკლესიასთან დაპირისპირება, ჯერ კიდე სულ არ ნიშნავს, რომ შენ უპირისპირდები რელიგიას. და მე მინდა გითხრათ, რომ თუ რამე ისეთია არასწორი რელიგიურ საკითხებში, ის რელიგიის გამო არ არის. ის არის ეკლესიურობის გამო. ეს თვითონ ეკლესიამ შეცდა და მოიგონა. აი ეგ არის არასამართლიანი და არასწორი. იმისათვის რომ გაეფეტიშებინა ადამიანებისთვის უფრო მეტი რწმენა რომ მიეცათ, ბევრი რამე გამოიგონეს. რა გადაამოწმებდნენ მაშინ ადამიანები თუ რა, ხო? ხელნაწერები იყო და თითოეული წიგნი თუ იშოვნებოდა და ისაც ეკლესიას ჰქონდა და თან კიდევ ხელში მათრახი ეჭირა ეკლესიასა, გაიცანეთ ინკვიზიციის პერიოდი. აბა ერთი რამე ეთქვა და ისი არ გავიგო. და ეხლა არა ამის ყველაფრის შესწავლა მიდის. ამიტომაც აი იმ ხალხს ან ვიღაცას რომელსაც რაღაც არ მოწონს, მე ადრეს ლექციებში გითხარით აი ეკლესიიდან გამოვალი ცოდნები, თქვენ მაგას რელიგიად ნუ მიიღებთ. მოკლედ გეტყვით და მე მგონი მიხვდებით რის თქმა მინდა. რასაც იესო ამბობს, ეს არის რელიგია. ხოლო ის დამატებით რაღაცეებს რა, რასაც ამბობს ეკლესია, ის არის ეკლესიურობა რა. და ბევრი რამეა შეუსაბამო. მინდა გითხრათ, რომ ამდენი შეუსაბამობა, რაც არის ახალ აღთქმაში დაწერილ ტექსტებსა და ეკლესიის მიერ გამოთქმულ ტექსტებს შორის, მე პირადად არსად არ შემხედრია. და მიკვირდა იცით რა, რომ რატომ იყარო ადამიანები იჯერებდა სწორედ ეკლესიის ნათქვამს და არა იმას, რაც ეწერა თვითონ ახალ აღთქმაში. თუმცა ირკვევა, რომ ახალ აღთქმაშიც ხელი არის ნაფათურებელი, რასაც ადასტურებს მათეს სახარების ორიგინალი, რომელიც სულ რამოდენიმე ათეული წლის წინ იპოვნეს. და თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ, მე რუსულად ამაქვს მოსმენილი. უჭერიანა ევანგელია, დაკარგული ევანგელია. და თქვენ ნახავთ რა, იქ ცოტა სხვანაირ ტექსტებს, ვიდრე არის ახალ აღთქმაში. პირადად ჩემთვის საინტერესო გახდა ისიც, თუ რა იყო მიზეზი, რომ აი ტექსტები გადმოაკეთეს, რასაც ადასტურებს, როგორც უკვე ზემოთქვი, მათეს სახარება, რომელიც ახლახანს იპოვნეს. და გამოირკვა, რომ მიზეზი ამისი უნდა ყოფილიყო ის, რომ თელმა საქრისტიანომ იესო ქრისტე აღიარა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არადა საინტერესოა, რომ თვითონ იგი აი ყველა სახარებაში ერთში მაინც იყოს რაღაც ისეთი, ხო? მუდამ ასწავლის ხალხს ღმერთისადმი სიყვარულს.
მისდამი ლოცვასაც ასწავლის მამაო ჩემოს. დეუნება კიდევაც რომ ღმერთი არის სულიო და ჩვენ მას პატივი უნდა მივაგოთ სულით და ჭეშმარიტებითო. და ყოველთვის როცა ის მას მამას ეძახის მიუთითებს აგრეთვე მსმენელსაც რომ ის მარტო მაგისი მამა კი არა მთელი კაცობრიობის მამაა. ხო და საინტერესო კიდევ იცით რა არის? თვითონ კონსტიტუცია ქრისტიანობის აი წამსი რო აიღოთ ზუსტად არის დაწერილი იმ პიროვნებაზე აი რომელზეც არის ნათქვამი რომ წამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მყოფელი ხილულისადაა და რომლის ყველაფრის მომცვლელი რომელზეც მთელი რელიგიური სამყარო საუბრობს ყველა მასე მიიჩნევს როგორც არის დაწერილი წამში როგორც იძახის იესო და ყოველივე ამის მერე მართლა მაინტერესებს რა აი რაღა მნიშვნელობა აქვს ესე ვიძახოთ ჩვენ რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არის იესო აი რა სიძლევა ეს რა ეგ უფრო მაინტერესებს ხალხს ეს რა სიძლევა რომ ესე ვთქვათ და ვთქვათ რა ახლა რა მე სიმართლე გითხრათ საერთოდ ჩემი ბუნებით ჭეშმარიტების შეცნობა უფრო მაინტერესებს ვიდრე ახლა ეს ეკლესიური რაღაც დოგმები რა თუ ერთმანეთთან არ მოდის და მემაცილებს ის ჭეშმარიტებასთან იზახო და იყვნენ რა მე არ ვიტყვი ეგრე და მოჩადა ეს გახდა მიზეზი რომ აი ტექსტები არის ერთმანეთის საპირისპირო და იმდენი არის ხალხო რომ 1-2 რეგულს კიდე იტყოდი რომ გადაწერაში დაუჩე შეცდომა და რაღაცა საერთოდ შეცვლილი აზრებია და ჩანს ისიც რომ საუკუნეების განმავლობაში რაოდენ შეუცნობლად კითხულობს აბსოლუტური უმრავლესობა ახალი აღთქმის ტექსტებს. მე დაგანახებთ იმ ხარვეზებს, რაც ჩვენი ეკლესიიდან ისმის. და ეს ხარვეზები არათუ აერთიანებს ადამიანებს ერთმანეთთან. არათუ აღზრავს სიყვარულს მათ შორის, არამედ პირიქით. აღზრავს ერთმანეთის მიმართ სიძულვილს დაპირისპირებას. ასეთი ხარვეზები ნამდვილად არაა სიკეთის მომტანი. მე წავიკითხავ ტექსტებს, რაც ახალ აღთქმაში არის. დაგანახებთ რა წერია ახალ აღთქმაში და ეკლესია კიდე რას იძახის. ძალიან ღმათ არ წავალ მე, იმიტომ რომ ეს ყოველფეხის ნაბიჯი არის და მე დღესაც კი მეკვირს რომ რა არის ამის დანახვა რა ძალიან ძნელია. აი თუნდაც ეს მაგალითი ყოველმა თქვენგანმა იცის უდაბნოში 40 დღის განმავლობაში ეშმაკის მიერ იესოს გამოცდა. აი ყველა მიცის ეს. სადაც იგი ეუბნება რომ თუ მას მოემსახურება ანახებს კიდევაც რომ ყველა ამ სამეფოს მას გადასცემს. ეუბნება იმასაც რომ აი ადიო კედელზეო და გადმოხტიო შეხომიციო რომ ღმერთი დაგიფარავს ანგელოზებს გამოგზავნის და ისინი გადაგარჩენენო და ნუ იცით რა ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ხო ხო და მე მაინტერესებს რა გავანებოთ ყველაფერს ძიებებს იმებს თავი როცა ნებისმიერი თეოლოგი ან ნებისმიერი ეკლესიის მოღვაწე ან რიგითი ადამიანი აი ესეც რამეს აიღებს და წაიკითხავს აი იმ სიტყვებს რა იქ წერია რა როგორც დის ეშმაკი იესოს აი ამის მერე იესოზე გჩება თქვენ ისეთი წარმოდგენა რომ ის არის უსასრულო სამყაროს შემოქმედი როცა თვითონაც ეუნება მაშინ ეშმაკს რომ დაწერილიაო რომ მხოლოდ უფალ ღმერთს ემსახურო და მეც მას ვასრულებ და თქვენ როგორ გაგჩებათ აი წარმოდგენა იმაზე რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი რომელმაც სამყარო შექმნა ეშმაკი უსასრულო სამყაროს შექმნას ცდის უდაბნოში და პირდება რომ არის ამას მიცემს რა თავი შექმნილია თუ რა ანუ შემოქმედს მისცემს მაგას და აი მილიონი რაღაც ესეთი წვრილმანები რა და ეს გიტოვებთ მე თქვენ ცნობიერებაში მაინც იმას რომ იესო არის სამყაროს შემოქმედი ღმერთი სამყაროს შემოქმედი ღმერთს ეშმაკიცდის ხო რა კარგა შეგვიმეცნებია ჩვენ რა არის უფალი ღმერთი ვინ არის შემოქმედი რა ის სოლომონი კი იძახის რა
უგუნური ადამიანი რამე თუ ქმნილებით ვერ შეიცნო შემოქმედიო. ესეც არის. ერთ-ერთი ფსალმურიც ამას გვეუბნება, რაოდენ დიდია შენი საქმეები უფალო და რა ძნელად შესაძნობი. უგუნური ამას ვერ შეიგნებს და უმეცარი ვერ შეიმეცნებს ამას. არიან ადამიანები, ხელოვნური ინტელექტი ალაპარაკეს, არიან ადამიანები, რომლებიც გენეტიკაში შეიჭრენ, ისე ჩაძვრენ ატომის სიღრმეებში, ისეთ ადგილებზე მივიდნენ, თუმცა ღმერთზე არ ლაპარაკობენ. არა და სწორედ ისინი ეძებენ ღმერთს. რა არის ის რაღაც, რის შედეგადაც იწყება შემოქმედება. და რა არის ის რაღაც, რომელიც ცნობია, რომ ის არის ყველგან და ყველაფერში და ყველაფერს ასიცოცხლებს. რეალურად უნდა თუ შეეხნენ, აი ეგ არის მეცნიერება. და აქ კიდე რას ხედავთ? ყოველ მეორე სიტყვაზე ღმერთს ახსენებენ და თავს არ შეიწუხებენ მის შეცნობაზე. მის შეცნობას ძალიან დიდი ცოდნის შეძენა სჭირდება. ამიტომაც ყველა ადამიანის ცნობიერება უნდა იყოს ორიენტირებული ცოდნის შეძენაზე. ყველაფერი დანარჩენი ფუჭია, მხოლოდ ლაქლაქი და არაფრის მომცემი სიტყვები. ამიტომაც ამბობს ლაოძი, ყველაფერი ამას რძენი უცოდინრობიდან მოდისო. ეკლესიიდან სულმუდამ ისმის, რომ იესო მოვიდა კაცობრიობის სახსნელად და ჯვარზე გაყვრით თავისი ნებით, როგორც ეკლესია ამბობს. მან იხსნა მთელი კაცობრიობა. ეს ხო ეკლესიიდან არის ნათქვამი, ხო? არა და აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნამდვილად იცის, საკითხულიც აქვთ რა, რომ არსად სახარებაში ასეთი რამ არ წერია, იქ პირიქით წერია, რომ ის თავის ნებით მას არ უნდა წასვლა ჯვარზე და გაყვრა, ის ეხვეწება, ლოცულობს უფლის მიმართ, რომ თუ არის საშუალება, რომ ააცილოს ეს სასმისი მაგას. ხო და როცა ეს ყველაფერი ასე წერია სახარებაში, აი რას იძლევა, ეგ არის საინტერესო, იმის ზახილი ამის მერე, რომ ღმერთი განკაცდა იმიტომ და წავიდა ჯვარზე გასაკვრელად იმიტომ, რათა კაცობრიობა ცოდვებისგან გამოეხსნა. როცა ჩანს, რომ იქით თხოვს მას ხსნას, იქით თხოვს, რომ ააცილოს სასმის და ჩვენ ამის მერე უნდა ისე შევიმოცნოთ იესო ქრისტეს ფენომენი, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ვინმეს მიმართ ლოცულობს, რომ დაიხსნას იგი. აი ვის მიმართ უნდა ილოცოს? სამყაროს შემოქმედმა. ნუ თუ უმარტივესმა რაღაცამ ესეთი სახე უნდა მიიღოს, კიდევ ვიმეო, როცა წამში სიმართლე გვიწერია. როდესაც მრევლი ასეთ რამეს ვერ ამჩნევს, ან უბრალოდ არ ამჩნევს, სწორედ ეს აცილებს ადამიანს ღმერთისგან. ის აღარ ეძებს უკვე ღმერთს. მისთვის ღმერთი არის იესო ქრისტე. ხოლო თვითონ იესო ქრისტე გეუნება თქვენ, რომელიც სახარებაში წერია, სწორედ ეს აცილებს ღმერთს. როცა იესო გეუნება თქვენ, რომ ღმერთი არის სულიო. ღმერთზე გეუნება, ხო ის სულიაო. და ჩვენც პატივი უნდა მივაგოთ მას სულითო და ჭეშმარიტებითო. ის არსებობს ყველგან და ყველაფერში და მისით არის გასიცოცხლებული მთელი სამყარო. ხო და თუ ის არსებობს ყველგან და ყველაფერში და ყველაფერი მისით ცოცხლობს, იმ ფენომენთან გაშუაში არის იესო. იესოს გამოიბადება კვერცხიდან წიწილა და მე მახარებს ხოლმე, როდესაც უკვე ხედავ, რომ ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, რომ არსებობს სამყაროს გონი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ უფლის სადგომი ჩვენს სხეულში ეს არის გული. მის ფორმაზეც კი საუბრობენ. მის არის ცეცხლი და მასში არსებული მოაზროვნეს სინათლე. ეს ყველაფერი ეს სულ მახარებს მე რა. ხო და ამის მერე მოიხედა უკან და ისევ შუა საუკუნეებში არსებული აზრები, ისევ ეს რაღაცა ეკლესიური დოგმები, რომელიც არ სახარებაში რო არ წერია. იმიტომაც არის, რომ დღემდე არ დაალაგდა
ერთი ლამაზად ჩამოყალიბებული მთლიანი აზრი. შეიძლება ყველას თავისი აზრი ჰქონდეს, იმიტომაცაა რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ქრისტეს ცნებებიც კი არ იცის. რო შეეკითხო აბსოლუტურ უმრავლესობას ქრისტეს ცნებების შესახებ, იუთუბში დაიწყებენ 10 ცნების მოყოლას. და ისაც კი არ იციან, რომ 10 ცნება ქრისტიანული ცნებები არ არის. ხოლო ის ფენომენი, რომელიც უფლის სახელითაა ცნობილი და არსებობს ყველგან და ყველაფერში, ასე არის აღწერილი ბიბლიაში. ზესკნარში ავიჭერი, იქაც შენ გიხილე უფალო, ქვესკნარში ჩავედი და იქაც შენ იყავიო. გავაპე მორი და იქაც შენ გიხილეო, გავტეხე ქვა და იქაც შენ გიხილეო. და ეს ყველაფერი, როცა დაწერილი გაქვთ თქვენ ბიბლიაში, რომ ავედი ზესკნარში, ქვესკნარში, გავაპე, იქაც შენ იყავი, იქაც შენ იყავი, იქაც შენ იყავიო, იმის ასოციაციას გიქმნით, რომ ეს ხო ლაპარაკია ამ სიტყვებით, საუბარი არის იესო ქრისტეზე. ძალიან მაგრაცდებით ხალხმა. ხო და ახლა მე წაგიკითხავთ ისეთ ადგილებს, რომელსაც ძალიან ყურადღებით უნდა მოსმენა და შემეცნება. სწორედ უყურადღებობა ქმნის იმას, რაც ქმნის მერე ტექსტებს შორის შეუსაბამობას. თუ თქვენ გადაშლით სახარებას, მათეს სახარებას, აი თავი მე-15. იქ თქვენ წაიკითხავთ ტექსტს და ტექსტში წერია ასეთი რამ. აი მოусმინეთ კარგად. და აქედან თქვენ გააკეთეთ დასკვნა, მე დასკვნები გაკეთებული მაქვს. აი იმ მომენტს წაიკითხავთ. იესო და თავისი მოციქულები რომ მიდიან გზაზე და ვიღაც ქალბატონი რომ დაუწყებს ყვირილს. ეს რო ასცემს ხმას და მოციქულები ეტყვიან, ეგ არ დაგვანებებსო თავსო რა და იქნებ გაისტუმრო უთხარი რა უნდაო რა. და თავის მოციქულებს რას ეუბნება და წერია ეს. ძნელია ამის საკითხვა და გააზრება. მან კი პასუხად უთხრა, მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაყუპულ ცხვრებთან. წარმოგიდგენიათ რა სიძახის? მე მხოლოდ ისრაელის დაყუპულ ცხვრებთან ავარ, რომ მოვლენილიო. და მე კიდე ერთი ლექსიის ჩაწერას ვაპირებ, რამხელა დიდი შეცდომა დაუშვია ქართველებს, ეს პირადად ჩემი აზრია ხა, ვიც გაიზიარებს. როცა საერთოდ გამორიცხა წინაპართა ცოდნები. აი ეს უძველესი ცოდნები, რაც დაგვიტოვეს მათ. ჩვენ ყველა ღონე უნდა გვეხმარა ქართველებს და არ უნდა დაგვეკარგა ის უძველესი ცოდნები. იმ უძველესი ცოდნების ფრაგმენტები დღესაც არის საქართველოში შემორჩენილი. და პირადად მე და არიან ადამიანები ხო, შეხება მაქვს მაგ ცოდნასთან. და შემიძლია პირდაპირ გითხრათ რა, რომ აი სინთეზი მაინც უნდა გაგვეკეთებინა, რადგან საქართველოში დატოვებული იყო ისეთი ცოდნა და ისეთ რამეს დავცილდით ჩვენ, რომ ეს არაფრით არ უნდა გაგვეკეთებინა. მე მაგალითად გადაჭარბებულად ნამდვილად არ მიყვარს ხომ ლაპარაკი რაღაცა საქართველოს რომ კაი დღე არ ადგია დღიდან აი ცოდნის დაკარგვისა, ამას ახლა ხელს გულივით ხედავ, ახლა ვკითხულობ ისტორიას, რა ვქნა, რაც არის შევიყარო თვალებში თუ რა. რატომღაც ვაჩვენებული მაქვს, რომ აი ცოდნის დაკარგვის გამო ვარ ჩვენ ამ დღეში. და აი თუ რა დავკარგეთ რა ქართველებმა. ასახული მაქვს მე ჩემ ლექციებში. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მე გეტყვით, რომ საქართველოს ჩაბარებული ქონდა ძალიან შორეულ წასულში, ძალიან დიდი საიდუმლო. და ერი, რომელიც კარგავს გზავს საიდუმლოს, ის აუცილებლად იმსახურებს ღვთაებისგან დასჯას. ეს ქართველებს ნამდვილად არ აცდება. ხო და როცა წერია სახარებაში, რომ მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის დაღუპულ ცხვრებთანო, მხოლოდ ეს თქვენ არაფერს არ გეუბნებათ? ადამიანი ღმერთს ადიდეს, გვასწავლიდეს ღმერთის დიდებას და მე თვითონ იმ ადამიანს ეძახდე,
რომ ის არის ღმერთი და სამყაროს შემოქმედი და ერთადერთი ჭეშმარიტი, ეგრა მოსაწონი არის. როცა თვითონ გასწავლით, რომ იძახის ის, ღმერთი არის სულიო და ჩვენს მას პატივი უნდა მივაგოთ სულითო და ჭეშმარიტებითო. ცოდნითო რა ესე ვთქვათ რა. თუნდაც ის, როცა მთელი საქრისტიანო იმას გაიძახის, რომ ვინც ქრისტიანი არ არისო, ის არ ცხონდებაო. მივიჩნევ, რომ ქრისტიანს არ ეყადრება მასეთი რამის თქმა. შეურაცხყოფას გავს ხო ადამიანების მასში, როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ქრისტიანობა ეს არის ძმობის, სიყვარულის, რაღაც ძმობის არის რა, ასეთი ნათქვამი იწვევს ქიშს ხო? ეგ იგივეა რა, რომ ნებისმიერმა თქვენგანმა უთხრათ მეორეს, რომ დედა თქვენი ჯობია იმის დედას რა. შეიძლება მართლა ჯობია, მაგრამ როგორი სათქმელია, კარი, ეგრეთ ნათქვამი. მით უმეტეს, რომ მართლაც რო არ ჯობია. და ხშირად ვსმენია, იმიტომ რომ ეს რელიგია ჭეშმარიტება არის რა. და ისეთი ადამიანებიდან მესმის, რომ ერთხელ არ დაფიქრდებიან, შედალოცვილო შენა, სიტყვა ჭეშმარიტებას კი არ იცი რა არის. ადამიანთა უმრავლესობას რომ ქონოდა ისეთი უნარი, რომ შეემეცნა მეცნიერული კვლევები, ისინი თვითონვე დაინახავდნენ, რომ ჭეშმარიტება ბევრად უფრო დიდი იპოვნება მეცნიერებაში და არა ეკლესიურ საკითხებში. აი მესაც გეტყვით, მე ინდური რელიგიიდან შევისწავლე ჩაკრების შესახებ. და მე ვიცი ახლა დღეს რას წარმოადგენენ ისინი. და თქვენს იცით ბევრმა რა. ისინი არიან სწორედ პირველ წყაროები. სიცოცხლის პირველ წყაროები არის ისინი. ჩვენ რო ცოცხლობთ, ჩვენ რო ვარსებობთ მატერიაში, აი ისინი განაგებენ მაგას, რომ ჩვენი არსებობა ასეთი იყოს, როგორიც ვართ. ისინი წარმოადგენენ უსასრულო ცნობიერების იარაღებს, რომლის მეშვეობითაც აი ამ შვიდეულზეა საუბარი. უსასრულო ცნობიერება მართავს ყველა ერთდასრულებულ სისტემას, დაწყებული ატომიდან დამთავრებული galaktikების სახით. ერთდროულად შეუძლია მართოს სწორედ ამ მათი მეშვეობით. ამ 7 ერთიანი ღვთაების მეშვეობით, რომელსაც დღეს ჩაკრებს ვეძახით. ხოლო პლანეტარული მასშტაბით ისინი ცნობილი არიან როგორც ღვთაებები. თანამედროვე მეცნიერებაში მათ შეიძლება ეწოდოთ ქვეცნობიერები. ისინი მართავენ სწორედ სისტემებს. და მათ ჩაკრებიდან გადიხარ ისეთ კოსმიურ ძალებს, რომელსაც ქვიათ ღვთაებები. და იმასაც აგნებ, როგორც ჩვენში არიან, ისინი ისე არიან დედამიწის გულში. სიცოცხლის პირველ წყაროები. ძალიან ცუდია, როცა ჩვენი ეკლესია ასეთ ცოდნებს უკეთებს იგნორირებას. ძალიან ცუდი. და სწორედ ეგენია, რომ მართავენ სხეულსაც და მართავენ პლანეტებს და ასე შემდეგ. მაგაზე მაქვს ნასაუბრები. და გადახედეთ მაგას, სამყაროს იერარქია. და ამის შემდეგ გესმის ის, რომ ვინც ქრისტიანი არ არის, მონათრული ის არ ცხონდება რა. აღსარებლობაზე არის, ვინც ხონდეს და ვინ არა. ადამიანის ქმედებაზე აღარაფერი აღარ არის დამოკიდებული. ყველაფერს თავი დავანებოთ. თვითონ რას იძახის იესო ხო? მაგის სიტყვა კანონი უნდა იყოს ბოლოს და ბოლოს ჩვენთვის ხო? იძახის, წაიკითხეთ კეთილი სამარეთიანელი. ის გაივლის მღვდელი არაფერი, ის გაივლის ლევიანი არაფერი. კაცი არის კვდება, კაცი ისი არის ნაცემი და სამარიტელი გაივლის კეთილი ადამიანი რა. და ამას იგავს შეუნება თვითონ ხო ეკითხებიან რა, ვინც ხონდებაო. აი ვინც ხონდებაო რა. ვინც ადამიანი არის, ის ხონდებაო. ვინც ვითომ ადამიანია, ის არ ხონდებაო. რა არის გაუგებარი. მაგ საკითხზე გახსოვთ ერთხელ გესაუბრე და კიდე მიწევს და მე ვეღარ გავიგე რატომ უნდა მიწევდეს კიდე ლაპარაკი. სწორედ მაგაზია ნათქვამი, რომ ღმერთი კამათებს არ თამაშობს, აინშტაინი რო იძახის. და გაიხსენეთ რატო ვიძახი მაგას მე. ყოველთვის ხარ დაგემართლოთ, რატო გეუბნებით მე რომ აი ვინც მაგას იძახის რომ ქრისტიანი ცხონდება და სხვა არავინ არა,
ეგ ნიშნავს, რომ თითქოს ღმერთი კამათერს თამაშობს. აი მე იცით რა მიგვირს? კი ბატონო, ადამიანები ზოგჯერ წიგნთან მუშაობა უძნელდებათ, ვერ იგებენ რაღაცებს, მაგრამ ისეთი რამეები არის დაწერილი, ისეთი მარტივი, რომ აი მას რა გაგება უნდა არ ვიცი. კაი ბატონო, მორიდება გაქვს შენი მღვდელის, ხო? შენი მოძღვრის, ხო? მე ეგაც მესმის მე რა, რომ გცხენიათ ხოლმე, რომ რაღაც სისულელი აქვს თქვა და კითხვასაც ვერ უსმევ და აი ყველაფერზე რობოტები ტაშს უკრავთ და რა ვიცი რა. ეგაც გასაგებია ჩვენ, მაგრამ თქვენ შორის თუ არ უნდა აღმოჩნდეს ერთი ვიღაცა, რომ აი თუნდაც აი ესეთი რამე უთხრას, რომელსაც თვითონ იძახის. აი შეხედეთ ამას, იოანე თავი მეხუთე, აი მე-19 პარაგრაფს შეხედეთ. ამაზე იესო მიუგო მადა უთხრა ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ არ უხილავს ის, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმას ვიაკეთებს. თვითონ იძახის კიდე აგერაი 21 პარაგრაფში ისევ მე-5 თავი იოანესი. ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. აი ეს შეიძლება გაჩერდე ადამიანმა და არაფერი არ გააგზავნოს. ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია, სამყარო შემოქმედი არის. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და ჩემი სამჟავრო სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. თვითონ ამბობს, რომ ვინც მე მომავლინა, იმის ნების აღსრულებისთვის ვარ მოსულიო. ხო და ამ სიტყვებიდან საჩანს, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და სრულიად სამყაროს შემოქმედი. ახლა მე მინდა ყველას გასაგონად თქვა, იქნება ეს ეკლესიის მსახური, იქნება ეს რიგითი მორწმუნე, თუ იქნება თეოლოგი. აი ყველას გასაგონად მინდა თქვა, აი განსაკუთრებით აი ამათ მიმართ რა. თქვენ მართლა გაქვთ უფლება იმისით, რომ არარსებულის რაღაცას კი გწამდეთ რა. მაგრამ არა გაქვთ უფლება თქვენი არასწორი შეხედულობები სხვას მოახვიოთ და სხვას ასწავლოთ. არასწორი სწავლება პირდაპირ ისჯება ღმერთისაგან. ხო და არაა საინტერესო, თუ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტება გვექადაგება ეკლესიებიდან, რატომ არის, რომ 21 საუკუნეში აი ესეთი სიბნელი არსებობს საქართველოში, როგორიც არსებობს. და მეტიც, აი ეს სერი კიდევ საინტერესო რა. დაუშვათ ყველაფერი ეკლესიის კედლებიდან ჩვენ გვექადაგება ჭეშმარიტად სწორედ. მაგრამ აი ჩვენ მაშინ ბავშვებს როგორ გავუშვებთ სკოლაში? არა, ეხლა ეს საინტერესო. როცა წინასწარ ვიცით, რომ სკოლაში ისინი ასწავლიან ბავშვებს მიკრობიოლოგიას, ბიოქიმიას, ასწავლიან უჯრედის აგებულებას, ასწავლიან ფარდობითობის თეორემას, როგორ ხდება ენერგიის გადასვლა მასაში და მასიდან ენერგიაში, ასწავლიან კვანტური ფიზიკის საკითხებს და ისე შეიჭრა უკვე მეცნიერება ამ კვანტურ ფიზიკაში, რომ უკვე მივიდა იქამდე, სადაც ბინადრობს ცნობიერება, რომ ცნობიერებას შეუძლია რეალობის შეცვლა. აბა რა გამოდის? ყველა ის პროცესები, რაც უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში, ჩაწვდება თუ არა ღმათ ამ საკითხებს, მისთვის ის აზრი, რომ იესო არის შემოქმედი ღმერთი, ავტომატურად გაქრება. ხოლო დარჩება იმ უმრავლესობის ცნობიერებაში, რომელთაც არავითარი განათლება და ცოდნა ამ საკითხების გარშემო არ გააჩნიათ. ამიტომაცაა, რომ არც ეკლესიას არ აწყობს მეცნიერებისა და რელიგიის გაერთიანება და არც თანამედროვე მეცნიერები იკლავენ ამისთვის თავს. ერთი სიტყვით, აი სურათი არის ხელის გულივით. ვინც თავისით, თავისი შრომით, თავისი მეცადინეობით გაკაჩავს და ჩაწვდება ჭეშმარიტებას, აი ის იქნება ის, ვინც პატარა ნაბიჯს გადადგავს სინათლისკენ. დანარჩენ შემთხვევაში არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას თავიდანვე ეგრე იყო. არ აწყობს განათლებული საზოგადოება
ასე ვთქვათ, მასა, რაოდენობა ხალხის არ აწყობს. მას აწყობს მორჩილი საზოგადოება, ზოგადი განათლებით. სწორედ ამიტომაც არის, რომ მათ არ უყვართ განათლებული ადამიანები, რაც საუკუნეებია ხელისგულივით ჩანს. რადგან განათლებული ადამიანები არადროს არ ასხავდნენ წყალს რბოს წისქვილზე. არამედ განათლებული ადამიანები ასხავდნენ წყალს მხოლოდ იმ ადამიანების, იმ უმცირესობის წისქვილზე, რომლებიც მოწყურებული იყვნენ ცოდნის შეძენისთვის. ეხლა გაგესაუბრებით ერთ პატარა საკითხზე, რომელიც შემდეგ გავუმადგება, იმიტომ რომ ერთი ლექსის ჩაწერასაც ვაპირებ, აი როგორი სახე ექნება აპოკალიფსი. მე კი მაგ ნასაუბრები მაგაზე, მაგრამ უფრო დეტალებს შევეხები რა. ანუ რამზე მინდა გაგესაუბროთ. აი როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ეკლესიურ ადამიანსა და რელიგიურ ადამიანს შორის? რელიგიური ადამიანისთვის, ასეთ ადამიანებს მეც მივეკუთვნები. მთავარი მათთვის არის ჭეშმარიტების შეცნობა. როგორც კი ითქმება ჭეშმარიტება ისეთი, რომელიც არ მოდის ჰარმონიაში მის ნათქვამთან და იგი ჩათვლის, რომ აი ეს არის სწორედ ნამდვილი ჭეშმარიტება, ვიდრე მასა აქვს ნათქვამი, ის აზრს შეიცვლის თავის შეხედულობაზე. აი ეკლესიური ადამიანისგან ეს გამორიცხეთ რა. ეკლესიურ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს ჭეშმარიტების შეცნობა. მას უფრო აინტერესებს თავისი კეთილდღეობა. ის ყოველთვის დაიცავს ეკლესიის კედლებიდან გამოსულ აზრებს, თუ ის რა თქმა უნდა გამოთქმული იქნება მაღალი იერარქიიდან მიერ. ის ყოველთვის იტყვის, აი ამ პატრიარქმა ესე თქვა, იმან ესე თქვა, სულ ყოველთვის ამაზე იქნება ორიენტირებული. არასდროს არ შეისulis თავის აზრს. მიუხედავად იმისა, მაშინაც კი რომ წმუნდებოდეს, რომ უიმე მართლა შეძახის ეს კაცი, ამას არ დაგანახებს. და ასე მოიქცევა მანამდე, სანამ ის თბილად იქნება მოკალათებული ეკლესიის კედლებში. მაგრამ თუ გინდათ, რომ იგი აქციოთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლად, ანუ ადამიანად, რომელიც მოწოდებულია სიმართლე ისაუბროს, გამოაპანღურებენ თუ არა ეკლესიის კედლებიდან, აი იმ დღესვე გახდება მართლმადიდებელი. ზუსტად ასეთი ადამიანი იყო ერთი ჩემი ნაცნობი და მინდა გელაპარაკოთ ჩემ და მის საუბარზე. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს, რომ იესო ხშირად ახსენებს სიტყვას ზეკაცისას. როცა ის ახსენებს ამ სიტყვას, ჩანს, რომ ის თავის თავზე იძახის. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ იტყვის ზეკაცისას, აი წინადადებაში ჩანს, რომ ის თავის თავზე არ იძახის, იძახის ვიღაცაზე. განსაკუთრებით აი ამ სიტყვებს რო იძახის ხოლმე რა, როცა მოვა ის ზეკაცისა, ის რომ მოვა ვისო. რადგან ზეკაცისაა იგი, ვინ იგი? აი ეს სიტყვებს რო ხმარობს, პირდაპირ ჩანს წინადადებაში, რომ ეს ვიღაცაზე იძახის. ერთი სიტყვით ამ ზეკაცის თემაზე დავიწყე ერთხელ ლაპარაკი. ზურმუხტის დაფებზე მუშაობდი და ასეთ რამეს ვეუბნები, რომ აი ზურმუხტის დაფებთან მუშაობის დროს მეთქი არა? ისეთი შტაბეშტილება მრჩება მეთქი მე, რომ როდესაც იესო იძახის ზეკაცისაზე, ხან იძახის თავის თავზე მეთქი და ხან ვიღაცაზე მიგვითითებს მეთქი რა. იმიტომ რომ ესეთი რაღაცა უკვე ვიპოვნე მე მეთქი ზურმუხტის დაფებში. და აი ნახეთ რა ხდება ახლა. ნამდვილად მეთქი რომ აი ესო იძახის ვიღაც ხვაზე მეთქი რა. რას ლაპარაკობო? დავისწრე ხა წინა ლაპარაკი. ეგრეა ყველა ეკლესიური რა. აი მონაკვეთებში რაღაცას ჩაიდებს თავში და ვერ გადააბავს იქით. მაგას არასწორად ამბობო. როცა იესო ქრისტე საუბრობს ზეკაცისასო, ის ყოველთვის თავის თავს გულისხმობს. ის თავის თავზე იძახისო, რომ მე ვარ ზეკაცისო. მე ეს სიტყვები რამოდენიმეჯერ გავამეორებინე. ვერ მიხვდა რატო გავამეორებინე რამოდენიმეჯერ. და მე ვეუბნები, რომ თუ ის იძახის თავის თავზე, რომ ის არის ზეკაცის, ზეკაცისა ყოფილა. ადამიანის ძე, ზეკაცის ნიშნავს ადამიანის ძეს.
ხოდა თუ ამაში დარწმუნებული ხარ, მაშინ რა იყო ის, რომ რამოდენიმე დღის წინ მეკამათებოდი იმაზე, რომ იესო არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ღმერთი კაცის ძეა, ხოდა როცა ის თავის თავზე იძახეს, რომ მე ვარ კაცის ძეო, და ამას შენს მიდასტურებ, მეთქი ახლა. შენ მიმოქცა უფლება, რომ ძე კაცისას უზენაესი სახელი მიაწერო, ღმერთის სახელი. მაშინ როდესაც აპოკალიფსზე მელაპარაკებოდი და მეც ვუთხარი, რომ კიდევ ერთხელ წაიკითხე, ხომ იგინიშნია რა, ადგილებია რა. ტახტზე მჯდომარე ხო არის იქ ვიღაცა რა? და ტახტისთვის ხო გამოჩნდება რა, დაკლული კრავი ხო? აი ეს გაანალიზე რა შენ თვითონ რა. ყველაფერი მე დაგიმართლო. თქვი რა მიზეს იმ ტახტზე და ვისხედავენ იქ დაკლული კრავის სახით. არ შეგიძლია ამის გაანალიზება მეთქი? და თან იმასაც დააკვირდი რა, რა სახით ხედავენ ხო? რამდენი რქა აქვს, რამდენი თვალი აქვს. და ესაც აგვიხსენი რა, მეთქი რა, რას ნიშნავს ის თვალები და რქები ერთი გამაგებინი რა. იმის მერე აღარც გამოჩენილა სალაპარაკოდ. არა და დეს ხომ ლექციები, სადაც თანმიმდევრობით არის დალაგებული ყველაფერი. ახსნილი ის რაც არ იცოდა საქრისტიანომ 1000 წლების განმავლობაში, რაც ეწერა ფსალმუნებში, საერთოდ რაზე მიდიოდა ლაპარაკი, პირველად გაიგეთ მიწისქვეშა სამყაროს შესახებ. და ადაკი რა შედალოცვილო რა და მოისმინე ეგენი და თავისუფლდები ხო ამ არაფრის მომცემი რუტუნისაგან ხო? დღეს ღმერთია იესო ქრისტე, მაგრამ ამავე დროს ზეკასისაც არის. სხვაგან გაიხედავდა მარტო ღმერთი კი არ ყოფილა, თურმე ყოფილა შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის. პურიერი რა. ხო და არ არის საინტერესო? თუ საიდან მოდის აბსოლუტური უმრავლესობის გენი, რომელთაც ურჩევნიათ სიმართლის მოსმენას, სიბრიყვის მოსმენა, პირდაპირ მოწოდება აქვთ სიცრუის შემეცნებისკენ. და არც იციან, რომ როცა ბრმის წინამძღოლი ხდება, ორივე რო ჩაცვდებიან ორმოში. და ეს გენი აბსოლუტური უმრავლესობით იმეორებს თავის თავს, აი ამას დაუკვირდით რას ვიზახი, ყველა ეპოქაში. ახლა კი ყველასთან მექნება თხოვნა, რასაც მე ვიტყვი, კარგად გაიაზრონ. და ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა გაგახსენოთ თუ ვინ არის ქრისტიანული ეკლესიისთვის პავლე მოციქული. თქვენ სულ ყველა მიცით, რომ მოციქულთა საქმეები სულ მაზეა დაწერილი. აი მთელი პარადი ასე რომ ვთქვათ, პავლე მოციქულს მიყავს. და ნებისმიერი რამე რომ მithmeba რა, სულ ყოველთვის მოიხსენება პავლე მოციქული. ხო და რასაც მე წაგიკითხავთ, სწორედ პავლე მოციქულის მიერაა დაწერილი. არ არის საინტერესო? სულ პავლე მოციქულს გაიძახით, პავლე მოციქულს და მისი გჯერათ და რასაც ახლა მე წავიკითხავ, ისაც პავლე მოციქულის დაწერილია და იმისი რატო არ გჯერათ? თვითონაც მეკვირს. როგორ დარჩა ეს ტექსტი აქ? და კიდე რომ გავაგრძელებ ამ ტექსტს, დაგანახებთ მე თქვენ, როგორ მოიხსენიებს ის მელქისედეკს, რომლის შესახებ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არც ერთ მოციქულს რა. და მოციქულს, რომელსაც მასზე აქვს წარმოდგენა და იცის, რასაც საუბრობს და ვიზე საუბრობს, მასზე მასწოდნა მიღებული აქვს აუცილებლად ეგვიპტეში. ეს არის მეხუთე თავი და პარაგრაფი არის მეხუთე. ებრაელთა მიმართ ძენ მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. უყურეთ რას ამბობს პავლე მოციქული. ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო. რას ნიშნავს ეს სიტყვები რა? თავის თავი არ უდიდებიაო, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო. სამყაროს შემოქმედზე ვსაუბრობ თუ ადამიანზე, რომელსაც სურს გახდეს მღვდელმთავარი. აი ამაში გავარკვიეთ, აი ჩემი თხოვნა იქნება ეს რა. აი მიმართავ ყველა მოძღვარს. ზოგიერთ მათგანს რომ გაუდის რა ხარ უხუნე რა. საუბრის დროს, აი გაგვიხსენით რა ეს რა. ერთხელ არ მინახია თქვენ შორის
დამჯდარიყვნენ პირისპირ რა ადამიანები და მართლა საკითხი განგეხილათ რა. აი ეს პოდკასტები კიდე რა მოიგონეს რა. მივლენ დაждებიან, მარიაჟობენ იქ რაღაცა რუტუნობენ. დაჯერით რა გაარჩიეთ საკითხი რა ისმება, აი თუნდაც ეს რა. ისმება კითხვა რა. არ შეგიძლიათ რომ დაждდეთ და გაარკვიოთ რა. ჭეშმარიტებას კი არ ეძებთ? აი თქვენს პოპულარობას ეძებთ. ბატონო, ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო. არამედ იმან, ვინც უთხრა მას, ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე. და შემდეგ, როგორც სხვა ადგილზე ამბობს, შენ მღვდელი ხარ უკუნისამდე მელქისედეკის წესითო. აი იმან უთხრაო, იესოსო, შენ მღვდელმთავარი ხარო მელქისედეკის წესითო. ეხლა არ უნდა დაისვას ამას რომ ადამიანი წაიწყოს, ის მელქისედეკი ვიღა არის. რომელიც წესითაც ხდებიან თუ რა მღვდელმთავარი. გამოდის რომ ის მელქისედეკი რომელიც წესს იყენებს, ვინმე ის ბევრად ამაღლებულია, ხო, ვიდრე ის ვის მაგას იყენებს, ხო? ეხლა ესაც არ უნდა გაერკვეს, ვინ არის ეს მელქისედეკი? აი ვინ არის თქვას ერთი რა სამღვდელოება 2000 წელიწადი ეს ციგნი ხელში და ვეღარ გაიგეს. თუნდაც ეს ტექსტი აი რომლის საკითხვის შემდეგ მართლაც რა უნდა გაიგოს ადამიანმა უკვე აღარ იცის რა. მან თავის ხორში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას. აი რა სწორად წერია ხედავ, ლოცვა და ვედრება შესწირა მას. სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს. აი ვისაც ძალუს დაიხსნას სული სიკვდილისაგან, მას გაუგზავნა ლოცვა და ვედრება და შესმენილი იქნა იგი ღვთის მოშიშოების გამო. ხედავ, ღვთის მოშიშოების გამო. აი ამ ტექსტების საკითხვის შემდეგ თქვენ ცნობიერებაში მაინც რჩება იესო როგორც სამყაროს შემოქმედი? აი ამას თუ ვინმე ახსნის და დარწმუნებული ვერავინ ვერ ახსნის. ნახეთ რა წერია შემენ. და თუმცა ძე იყო, მან ტაჯვის მეუხებით ისწავლა მორჩილებაო. და ამ სიტყვებს პავლე მოციქული სამყაროს შემოქმედის მიმართ ამბობს. ნახეთ აი ეს და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესი. ბატონო, რას ამბობს პავლე მოციქული იესო ქრისტეზე? ის ამბობს ქრისტეზე, რომ ის ღვთის მიერ გახდა მღვდელმთავარი წესით, რომელიც წესით დედამიწაზე დაუტოვებია ვიღა დიდ პიროვნებას, მელქისედეკად წოდებულს. ეხლა რა თქმა უნდა მე მაშინ დამაინტერესეს მელქისედეკი ვინ არის. მაშინ ზომუხტის დაბები მე წარმოდგენა არ მქონდა. მაგრამ რო დამაინტერესა გავაგზელე, ხო და გავაგზელე რა შეც გადაშალე ეს ფურცელი რა. აი გადაშალე ხო? და აქ აღწერილი არის პიროვნება უყურეთ რა. ვინაიდან ეს მელქისედეკი სალომის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი, უზენაესი ღვთის მღვდელიო. ისინი ვიღაცაზე იძახის, ხო თვითონ სახარება უზენაესი, ისინი სახარება იცნობს ვიღაც უზენაეს რა. ამას ხო ქრისტეზე არ იძახის, ქრისტეს მღვდელი ხო არ არის ეს რა. ის ვიღაც ისინი არსებობს უზენაესი ვიღაცა ხო? და არ არის ქრისტე ის უზენაესი. შეეგება აბრაამს ეს ვისაც რაღაც ველეხმან საკითხული გეცოდინებათ რა, ხო გახსოვთ ომი დაბრუნდება რა უკან რა. მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს და დააკურთხა იგი. რო გახსოვთ ხო დააკურთხებს და აქ ახლა არ წერია, იქ საიკითხოს რაზე პურიცა და ღვინით აკურთხებს. აი იზახეთ ახლა რა, აბრაამ ებრაელიო რა. პურიცა და ღვინით აკურთხებს, წარმოგიდგენია? რასაც იმეორებს მერე იესო. ხო გახსოვთ არა გატეხა პური და ესე იგი მაგან ის ისე რიტუალი რა, რომელიც ჩაატარა თავის მოწაფეებთან. პირველად მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს. მე ახლა ლექციაში განმარტებული მაქვს, რაცავიდან მომაყოლებთ იმ ლექციას რა. ეს ისიც რამხელა ტიტული არის სიმართლის მეფე, ამის მერე დგას სიმართლის ღმერთი. ნახეთ შემდეგ რას ამბობს? უმამო, უდედო, უგვარტომო, არ დღეთა დასაბამი გააჩნია და არ დღეთა დასასრულიო. ახლა ადამიანს, რომელსაც არ დღეთა დასაბამი გააჩნია და არ დღეთა დასასრული, ღმერთია ხო? და ამის შესახებ
ხომ უნდა იცოდეს ჩვენმა ეკლესიამ, რომ ვიზია საუბარი აქვს საერთოდ. თან მიაქციეთ აი სიტყვას ყურადღება, ეს არის ყველაზე მაგარი მისაქცევი რა. უგვარტომო. რას ნიშნავს უგვარტომო? თუ დედამიწაზე არსებობს, ციდან ჩამოვარდა ვერავინ. ვიღაცის გვარტომიანი ხო უნდა იყოს, აბა ვინმე ვართ ადამიანი დედამიწაზე დავდივართ, რომ ვიღაცის გვარტომიანი არ ვიყოთ, ვინც გინდა აიღეთ რა. გინდა ჯუნგლებში რო არის ვიღაცა რავი სადადის, აი იმასაც გვარტომია ხო? ეს უგვარტომო რატო? იმიტომ რომ არ მიეკუთვნება ესე იგი ის ვიღაც მელქისედეკად წოდებული იმ გვარტომეულს რა ვინც სახლობს დედამიწაზე. ვინ უნდა ყოფილიყო ესეთი? რა ძნელი მისახვედრია, რომ ამ გვარტომეულების წინ არსებობდა მეთქი ცივილიზაცია. პირდაპირ იმაზე გეუბნება ხო? არის ის მაგისი გვარტომი, იმიტომ რომ ატლანტიდელია ალბათ ხო? ანუ არ მიეკუთვნება ამ ცივილიზაციას რა. პირიქით ქაჩავს ამ ცივილიზაციას. და ეგრეც არის. და საჭიროა გაცნობა სხვა ლიტერატურის. ეს ლიტერატურა კი ცხვირწინ გიდებთ. და მასთან არსებული ლექციებით უკვე 10 წელზე მეტია. და სულ აღარ არის საჭირო იმ ძველის ტკეპნა და რაღაცა თვითიდან გამოწვეული ახლის შეტყვა და რუტუნი. აღარ არის საჭირო. ამას გაეცანით და მანდ გაიგებთ ყველაფერზე სიმართლეს. აღარ უნდა დავამთავროთ მართლა ეს სიბნელე კაცო. ამდენ მივიდა ჩვენი ეკლესია რომ უკვე საქმეში ჩაუხედავი ახალგაზრდების კი ასწავლიან მათ. ძალიან სუსტია რელიგიური ცოდნა ჩვენს ეკლესიებში. მაგრამ სამწუხარო ის არის რომ უმრავლესობას ეგეთები ასხობს. იმიტომაც არიან ისინი ეგეთებიც. ეს ურთიერთდაკავშირებული მომენტია. როგორიც შენ ხარ, ისეთივე მასალებელი გეყოლება. შანსი არ არის სხვანაირად რა. ერთი სიტყვით ყველასთვის დგება ჟამი ღრმად ჩაფიქრებისა. და მე მინდა კიდევ ერთ რამეზე გესაუბროთ. საკითხზე, რომელზეც პირადად მე ჯერ არ გამიგია, რომ ვინმეს ესაუბროს. და მიაქციეთ ამას ყურადღება, ახლა მე რასაც ვიტყვი. და კარგად უნდა მომისმინოთ. თქვენ კარგად იცით, რომ ებრაელი ხალხი მიიჩნევს თავის თავს როგორც წმინდა ერს. ღვთისმშეულ ერს. და ამას ახლა ჰაერიდან არ იძახიან ეგენი. ებრაელები თავის ღმერთად მიიჩნევენ იახვეს, ანუ ბიბლიურ ღმერთს, რომელთანაც არის დაკავშირებული ძველი აღთქმის ტექსტები. და მე დღემდე მაინტერესებს ერთი რამე. აი ჩვენ ქართველები ხო ვართ რომელიღაცა შტოდან წარმოშობილი. აიო გავყვეთ საწყის და მივიდეთ საწყისთან. აი დღეს ქართველები ვის მივიჩნევთ იმ შორეული წინაპრის შემოქმედად, რომლის შტოების ჩვენ თვითონ ვართ. აი ვინ არის ჩვენი მუდმის შემოქმედი ღმერთი? აი შეგვიძლიათ ეს კონკრეტულად ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ? ჩვენ ადამ და ევას შტოებს მივეკუთვნებით? ანუ იახვეს მიერ შექმნილ ადამიანებს მივეკუთვნებით? თუ არ მივეკუთვნებით? აი ვინ რას მიიჩნევს? აი შეგიძლიათ რომ დაწეროთ თქვათ. საინტერესოა ის რომ ჩვენი ეკლესია მოგვიწოდებს ბიბლიური ტექსტების შესწავლისაკენ, გულისხმობ ძველ აღთქმას, ფსალმუნების შესწავლისაკენ, წინასწარმეტყველების შესწავლისაკენ და ფსალკი არ განიხილავს ახალი აღთქმის ტექსტებს, ერთ მთლიან ბიბლიაში განიხილავს ის. ეს უკვე ძალიან დიდი სიახლოვეა, მაგრამ ისაც როა ჩანს, რომ ამავე დროს მოგვიწოდებს რა ძველი აღთქმის ტექსტებისაკენ, მე მაგალითად ხედავ, რომ ყოველთვის ვცდილობენ, რომ ამ სახელს დაგვასწინონ, რომელიც სახელიც არის ბიბლიური ღმერთის იახვეს. მე არ გამიგია მოზღვრისაგან ლაპარაკობდეს, ისე უცნაურად ჩართავენ ხოლმე რა ღმერთის სახელს,
ისე უცნაურად იტყვიან ღმერთს, ისე უცნაურად იტყვიან ქრისტეს, რომ აი ვეღარ იგებ რა, როდის რას გულისხმობენ რა. და ეს ძალიან ემშნევა და მაგათ გონიათ, როცა მოზღვრავენ, არა ვერავინ ვერ ამჩნევს ამას რა. და ის სხვათა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ამჩნევს მართლა რა. თქვენ გაგიგიათ ვინმეს იახვეს სახელი ჩვენი მოზღვრებიდან. შეიძლება არც უნდა ვახსენებოდეთ რა, მე რამე პრეტენზიები კი არა მაქვს რა, სულ არ მადარდებს აი რაღაც სხვა საკითხები რა. მე უბრალოდ ხედავ რომ რაღაცა რო ესე ითქმება, მე ითქმება სხვანაირად. ერთი სიტყვით ყველა ჩვენი მოზღვარი აი როდესაც საუბრობს ძველი აღთქმის ტექსტებზე, მუდამ ცდილობს რომ თავი არიდოს სახელი იახვეს წარმოთქმას. და ისე დამაბნევებლად მოზღვრავს და ეს ხალხიც ვერ ხედავს ამას, რომ როგორმე აიცილოს სიტყვა იახვე. ამაზე იმიტომ ჩამოვაგდე საუბარი, რომ აუცილებელზე აუცილებელია, რომ ქართველმა ერმა უნდა იცოდეს, თუ ვინაა ის ღმერთი, საიდანაც დაიწყო აღმოცენება ქართველი ერის წინაპართა სულებმა. ეს საჭიროა იმიტომ, რომ რაზეც ახლა მე ვისაუბრე, ეს ახასიათებდათ თელს დედამიწაზე მხოლოდ ებრაელ ერს და რასაც მე ვიტყვი, მინდა რომ ეს თქვენს გადახარშოთ გონებაში, დღემდე ეს არავის არ ქონდა შემჩნეული. მართლაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას რა, ან მეცნიერების მხრიდან, ან თეოლოგების მხრიდან, ან ეკლესიის მხრიდან, ჩვენი ერის საწყისი მოდის იმ ღმერთიდან, თუ არა, რომელი ღმერთიდანაც მოდის ებრაელთა საწყისი. ამაზე აქვს საუბარი. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და არ არის საინტერესო, რატომ მიიჩნევს დღემდე ებრაელი ერი, რომ ის არის წმინდა ერი. მეცნიერული მხარე მაინტერესებს, თორე რაც უნდათ ის უკნეთ, გინდა მიიჩნიონ, გინდა არ მიიჩნიონ. ეგენის მე არ მაინტერესებს, მე უკვე ვთქვი რა. აი რიგითი საკითხები არ მაინტერესებს. აი რატომ მიიჩნევენ? ყურადღებით ისმინეთ. ებრაელმა ერმა ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იცოდა ის, რომ ადამიანები ცხოველური სულის ევოლუციის შედეგად იბადებოდნენ. ევოლუციის შედეგად ვლინდებოდნენ. სული განიცდიდა ევოლუციას, ჯერ იყო ამ სხეულში, მერე იყო ამ სხეულში და მერე ხდებოდა ადამიანის სხეულში. ის მოდიოდა ბუნებრივი ევოლუციით, ცხოველური ევოლუციით მოდიოდა ეს სული. და იცოდნენ აგრეთვე იმის შესახებ, რომ ვიღაცები, რომელსაც ისინი არ იცნობდნენ, არავინ არ იცნობდა მათ რა, ადამიანთა მოდგმიდან. ვიღაც დიდი ცივილიზაციას ადამიანები იყვნენ პლანეტაზე, რომლებიც გენური ინჟინერით ქმნიდნენ ადამიანებს. იმიტომაც არის, ხო, აფრიკაში ზანგები, წითელკანიანები ამერიკაში, ხო? ეს იცოდნენ, რომ ადამიანები გამოყავდათ და ასეთ ადამიანებში, რომლებიც გამოყავდათ ხელოვნურად გენური ინჟინერით, ძალიან დიდი იყო რაოდენობა ცხოველური გენების. და ეს ყველაფერი აღწერილი არა მარტო შუმერულ მითოლოგიაში, არამედ თანამედროვე მეცნიერების მიერ უკვე დადასტურებულია. შუმერები საუბრობენ ასეთ ადამიანზე. თუ არ ვწდები, მართვს ეძახდნენ ასეთ ადამიანს. იმანო არ სიყვარული იცისო, წყალს ენიცვავსო და ძაღლებს ეძახდნენ მაგისთან ადამიანებს. სხვათა შორის ისაც არის ცნობილი, რომ ოდესღაც იყო კუნძული, სადაც ძაღლისთავიანი ადამიანები ცხოვრობდნენ. მაგრამ არა ერთი ქრისტოფორე ფიოტუ რაღაც აღარ მახსოვს, წმინდანაც კი არის აღიარებული. და სხვა ცხოველებსაც იძახიან, რომ კატისახიანებიც იყვნენ და რა ვიცი ახლა, მაგრამ ეს ფაქტებია ესენი, მარტო მოგონილი არ არის. საინტერესო კია ხო? აი ძაღლებს ეძახდნენ. და ეს გამჯდარი იყო ებრაელთა, აი როგორ გითხრა, სისხლში. დაისწავლება, აი როცა ღმერთი ათწნებაში იძახის, გიყვარდეთ მოყვასე შენიო,
ახლა ჩვენ ხო ვიცით რა გულისხმობთ მაგაში რა, თითქოს იგულისხმება ყველა ადამიანი. ეგ არის არასწორი სწავლება. იქ არ იგულისხმება ყველა ადამიანზე. და ეს მე ლექციაში დაწვრილებით გაგაგებინეთ თქვენ რა და კიდე გაგიმეორებთ რა. მაგრამ იგულისხმებოდეს მეორე წუთში არ ეტყოდა იმას, რომ როცა შეხვართ კანaan ქვეყანაში აყარეთ იაბუსელები, ამორელები, კანანელები არ გაწყვიტეს უყველაო. მაგას არ ეწოდა და მასეც არის სხვათა შორის ზუსტად ასევე იყო ქართველებშიც. მეც ვიცი 800 არის. აი რაჭაში ეგრე იყო რა. ჩვენი მოყვასია და ჩვენი მოგვარია. ხედავთ, მოყვაში ყოველთვის იგულისხმებოდა ახლო ნათესავი. ღმერთი გიყვარდეს მოყვასის შენით, ებრაელს ეუბნება, რომ ერთმანეთი გიყვარდეთო. თქვენი მოდგმა გიყვარდეთო. აი ეს კარგად დაიხსომოს ყველამ რა. და ეს ეხლაც გამოჩნდება. ებრაელს ეს ან ებრაელებიდან წამოსულ პიროვნებას არასდროს არ უთქვია და არ სიტყვის მაგას. მათ საერთოდ აი კიდე გეუბნებით, კიდე ბევრი რავი არ ვიცით მათ შესახებ ჩვენ რა. საერთოდ აკრძალული ქონდა სხვასთან შერწყმა. საერთოდ. იმიტომ მიიჩნევდნენ წმინდა ერად. ერთი სიტყვით რა, გიყვარდეს მოყვასი შენი, მაგათვის იყო რომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. და არა ვიღაც შორიდან მომავალი ადამიანი. ეუბნება კიდეც რომ მხოლოდ ერთობა და ერთმანეთის სიყვარული გადაგარჩენთო. როცა გახვალთ იმ ქვეყანაშიო და იქ დახვდებიან ველური ტომებიო. ეგ ნამდვილად ასია რა. და ეს ინტერპრეტაციები ესეთი არასწორი რა. აი არასწორ გზაზე აყენებს მე ადამიანებს. მეორე, აი ახლა გამოჩნდება რა. დაინახავთ სუყვარგან და დაინახავთ ისეთ რამეს, რაზეც ჩაფიქრება მოგიწევთ რა. და თვითონ იმიტომ მიიჩნევდნენ წმინდა ერად, რომ იმათმა იცოდნენ, რომ ესენი პირდაპირ ღმერთმა შექმნა სინათლიდან. ღმერთმა ბუნებას არ მიუღია მონაწილეობა და არ ჩარევა აი ხელოვნური რა, გენური ჯირესრობიძახი რა. რადგან იცოდა, რომ სულის მასეთი ევოლუციის დროს სხეულში უამრავი ცხოველური გენები არსებობს. ამიტომ ისინი იცავდნენ, რომ ჩვენ ვართ წმინდაერიო. და თვითონაც დაგონებული იყვნენ ღმერთიდან. ამ როდესაც გულისხმობ ღმერთიდან, აი განპირობებულ ღმერთს ვიძახი, ბიბლიურ ღმერთს, იახვეს რო ეძახიან. აი ამებს უნდა გაერკვეთ რა. ამიტომაც არის რომ სხვა ადამიანებად არ თuliდნენ. რა თქმა უნდა იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მე იმ დროს გეუბნებით, აი ძალიან შორეულ წასულს. თორე ახლა ებრაელები აგაზი ჩვენთანაც ცხოვრობდნენ საქართველოში და მე მეგობრობდი ებრაელებთან. ზიზღით უყურებდნენ სხვა ადამიანებს. საერთოდ არ თuliდნენ ადამიანად. და ახლა ეს იმიტომ მოვაყოლე რომ არასასიამოვნო კი არის, მაგრამ ფაქტია. რას გულისხმობ ახლა მე ამ ფაქტში და კარგად მომიშენეს. ასეთ რამე თქვენთვის ჯერ არავის არ უთქვია რა. გავიხსენოთ ის მაგალითი, რა უთხრა მოციქულებს იესომ. მე მოსულნელი ვარ ისრაელის დაკარგული ცხოვრებისთვის. ყველათვის არა ვარო და ან მით უმეტეს სამარიელია მგონი ის ქალიც რა. ყველის თუმცა არასდროს არ იყვნენ მეთქი, ეგენ ახლა ფაქტია ესა და რა ვქნა მე რა. და ნახეთ რა შეუნება, არ არის კარგია რომ შულებს პური გამოართვაო და ძაღლებს მიცეო. ეს ნამდვილად არ არის კარგი ნათქვამი, მაგრამ ფაქტი ერთია. რომ ებრაელი ერი მათ ვინც უარყოფდა ღმერთის არსებობას არ მიიჩნევდნენ ადამიანებად. მეტიც ის თავის მოწაფეებს ეუბნება კიდეც ცოდნას რომელსაც ის მათ გადასცემს არაფრით არ გადასცენ ეს ცოდნა სხვა მოდგმის შვილებს განსაკუთრებით მათ ვინც ღმერთს უარყოფდა. და ეუბნება კიდევ ეს თქვენ ძალიან კარგად იცით რა, რომ არ დაუყარო არ ძაღლებსო, არ ზღორებსო. ის ცოდნა მარგალიტებს გულისხმო, მარგალიტებიო, თორე ვიცოდე მობრუნდებიან და შენვე გაგტელავენ ისინიო. და მე გეტყვი თქვენ, აი ეს ნათქვამი ყველას მოწონდა იმ ადამიანებს, ვისაც ცოდნა მოქონდა დედამიწაზე. ყველას. რადგან ყველამ დაინახა, ყველა საშინელ დროში ჩააგდეს. ხალხი გადარიეს.
სწორედ მათ მისთვის და ცოდნა მოქონდათ. იმიტომ არის ნათქვამი, ვისაც ბრბო შეცდომაში შეყავსო, მათი ბრძანებელი ხდებაო. ხოლო ის, ვინც ცდილობს ბრბოს გონზე მოყვანა, ადრე თუ გვიან მათი მსხვერპლი გახდებაო. წარმოგიდგენიათ, როდინდან მოდის ესეთი მოდმა გაუგებარი. ფაქტია, სახეზე არა გაქვთ. ილია ნახე რას წერს, აკაკით ნახეთ რას წერს, ვაჟა რას წერს, რუსთაველი, გალაქტიონი ხო? იმიტომ რომ მაშინაც ეგრე იყო, ეგრე ყველა გააგიჟა ამ მოდგმამ. აი ვინც მართლა იტანა რაღაცა. ყველა უძველეს ცივილიზაციის ტექსტებში ჩანს, რომ დღიდან კაცობრიობის ცივილიზაციაში მონაწილეობას იღებს ორი ტიპის ადამიანი. განსხვავებული გენეტიკური კოდებით. ერთში, რომელთა ცნობიერება ყოველი ციკლის დროს იწევს მაღლა და მეორეში კი თითქმის არ არის განვითარება ინტელექტის, ან ძალიან მცირე. და ეს ყველაფერი აისახება გენეტიკურ კოდში. არიან ადამიანები რაღაცა გენეტიკური კოდით და ისინი წარმოუდგენლად ვითარდებიან ინტელექტუალურად. იმ დონეზე მიდიან, რომ ბატონო, სახეზია, ხო? ხელოვნური ინტელექტის კი შექმნეს და რაღაც აღარ ქმნიან რა. მაგრამ არიან კიდე ცივილიზაციაში ჩართული ისეთი გენეტიკური კოდის ადამიანები, რომლებიც ყოველი რეინკარნაციის მერე ან საერთოდ ან ძალიან სუსტად ევოლუციონირებენ. ხო და ამიტომაც არის საჭირო დადგენა იმის, რომელ ადამიანებში არის ის გენეტიკური კოდები, რომლებშიც ინახება უხსოვარი დოროიდან ცოდნა, ასე ვთქვათ, რომელშიც ბინადრობს ცოდნა. მე მგონი ახლა ბევრი ხვდებით, რატომ არის დასადგენი, საიდან მოდის ჩვენი გენი, ქართული გენი. ვინც ყურადღებით მოისმინეთ ეს ლექცია და ვისაც აქვს უნარი ანალიტიკური აზროვნების, ეხლა ის დილემის წინაშე დადგება, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ არჩევანი თქვენზეა. აირჩევთ რელიგიურობას თუ აირჩევთ ეკლესიურობას. თავარი კი ყოველთვის იყო და რჩება ღმერთის ძიება. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ სოლომონის სიტყვები, მაგრამ ისინი ბევრად ნაკლებად გასაკითხი იქნებიან, რადგან თუ ცდებოდნენ, ღმერთის ძიებისას ცნებოდნენო. რაც შეეხება იმ მეცნიერთა დასკვნებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეპოქის ერთ-ერთი დიდი სიცრუე ქრისტიანობაა, მათ ამაზე აქვთ საბუთი. და ის საბუთები, რომელთაც მას მოგროვილი აქვს და თქვენს უნდა გაეცნოთ მაგ კვლევებს, გზავს ის საბუთები. არც თუ ისე იშვიათი არის საქართველოს ისტორიაშიც. და მე მინდა გაგახსენოთ ერთი ისტორია. ეს ისტორიკოსებმა ჩემზე კარგად იციან. იცით რაღაცები რო არის, ხო, მომხდარი ეკლესიებში აღმაშენებლის მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არის კიდევ ასეთი სურათი საქართველოში. ეს ეხება სოლომონ მეფეს, იმერეთის მეფეს და რაც ქართველმა ერმა იცის მამლუქიდან. აი გოჩას და ხუჩას რო ხედიან. მართალია იქხნენ ფილმში დეტალები ისეთი არ არის, მაგრამ გაიგებთ მაგ დეტალებსაც რა. როცა სოლომონი გამეფდა, პირველი რაც გააკეთა, ნუ ახალგაზრდა იყო მაშინ მართალია, მაგრამ პირველი რაც გააკეთა, მონების გაყიდვა აკრძალა. და ძალიან სასტიკი კანონი შემოიღო მათზე, ვის ბავშვებს იტაცებდა, გონი თვალების დათხრა იყო და რაღაც ისეთი რა. ხო და ახლა
საკვირველი არ არის. ქრისტიანი ქვეყანად ვითვლებით. ვიცით ქრისტიანი რას ნიშნავს. ეს არის უცილებლო სიყვარული, ხო? თავისუფლება და ასე შემდეგ რა. როგორც დღეს აგვაქვს ჩვენ ჩამოყალიბებული. მაგრამ სამწუხაროდ ისე მომხდარა ადრე და არც ისეთი ადრეა ხო, რამოდენიმე საუკუნეა ხო. ექვისხანა არ არის რა. რომ როდესაც სოლომონმა აკრძალა მონათა გაყიდვა, პირველი ვინც მას დაუპირისპირდა, ეს იყო პატრიარქი. წარმოგიდგენიათ? აგრეთვე თავისი ბიძები და საკუთარი დედაც კი. მაშინაც რა გზავსად იქადაგებდნენ ხო? ქრისტიანობას არა. ქვეყნის პატრიარქი დაუპირისპირდა. რას ქვია აკრძალა მონების გაყიდვა? ისე რომ ჩემო კარგებო, იცით რამდენი გვაქვს დასაფიქრებელი? მოისმინეთ და დაფიქრდით. ტახტი ჩემს უფროს ძმას ეკუთვნოდა, თუმცა მან მეფობა მე დამითმო, თვითონ კი ბერად შედგა. მე დავითის მსგავსად 16 წლის ავედი ტახტზე და 32 წელი ხმალი არ ჩამიგია ქარქაში. პირველივე ბრძანებით აუკრძალე ადამიანებით ვაჭრობა. ამის გამო მთელი სამეფო განმიდგა. ამიჯანყდა კათოლიკოს პატრიარქი, საკუთარი მამის ძმები, ბაბუა ლევან აბაშიძე. მშობელმა დედამაც კი ზურგი მაქცია და ტახტიდან გადამაყენეს. მიუხედავად ასეთი დიდი დარტყმისა, მაინც მოვახერხე და იმერეთის ტახტი დავიბრუნე. შევკარი ერთგული გვარდია, ფიცის კაცები, რომელთა საშუალებითაც მოღალატენი გავდევნე სამეფოდან. ავკრძალე ადამიანებით ვაჭრობა და ოსმალეთთან